კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს ოჯახში. მე გახლავართ ელენე ქირიას ბებო. მეც მოგესალმებით ჩემო მაყურებლებო. დავით ანხმებებია, როგორც ხედავთ და ვფიქრობ, რომ საინტერესო ვიდეო გამოგვივა. ბევრს საინტერესებდა თან, რომ ეზო დაგვეთვალიერებინა, ამიტომ შევუსრულოთ ეს თხოვნა. მე ლაშავით მე ლაკუცება და დამახჩო. ხო, არ არის მარტივი დათანხმება, ამიტომ ახლა გამოყვევით და ბებიაც ისტორიებს მოგიყვებათ და მეც ეზოს დაგათვალიერებინებთ. და არა მხოლოდ ეზოს დაგათვალიერებინებთ იმ ნაკეთობებს, რომლებსაც ბებია ამზადებს ესე თავისით. რას მომზადებ გოგა? ეს ყვავილები რომ გაქვს გაკეთებული. დარჩით ბოლომდე და განახებთ. მიან დღეებში ბატონო, როგორ გავირთოთ, ამი ვკითხულობთ. ხო, მე განახებთ და წერ რაღაცებ მოსემწერალივით. შემდეგ როცა თავს დავანებებ და ახლა რა რიდგავერთო მეთქი. მე მოვიფიქრე რაღაცების გაკეთება და რა ვიცი ესენი დამთინია მე. ხო და მოკლედ მე გაჩვენებთ როგორ ერთობა ახლა ბებია წვიმაში და ვერთობი საკეთებს მოკლედ ამ დროს. წავედით. აქ ცხოვრობ უკვე დამავიწყდა იმდენი წლები აქ რომ ცხოვრობ ამ სოფელში შემოვრჩი რა. ხო და ვართ ასე სოფელში. რა გითხრათ რა ის წვიმებია და უჭერს ხალხს აი წვიმებია ისეთი გაზაფხულია ვერასწრებენ თესვა რაღაცები ხო ასაჭირო და ეს არის რა ბუნება არ გვიწყობს ხელს მაგრამ რაც იზამ ბუნებამ დანებელია და ხელს ვერ დააფარებ შვილიშვილები მომესწრნენ გამეზარდნენ და თვითონ ჩემი გაძლები არიან ყველა რა ბანანი კი ისხამს მაგრამ ესეთი პატარები რო არიან ხო და მე ვაშორებ მე იმიტომ რომ ის რო თავს გაიკეთებს და მე ხმება და მე ადრეთ მოვარცილი მაგრამ მაინც გამიხმა და მოვაჭერი მე ნაყოფს რომ მოისხამს მე ის ნაყოფი არ იზრდება მაგრამ სამაგერო თვითონაც ყდება და ეს არ მომწონს ეს ახლა ახალი ფოთლებია სანამდე მიუწვდი მოვაჭერი ესენი თოვლისგან დამზრალი ფოთლები რაღაცა და კარგია მაინც აზისივით არის რა მომწონს აი ესე რაღაცებს ვცდილობ რომ ლამაზად იყოს და ვახარებ მიყვარს მცენარეები ვაჟა შაველას მიმდევარი ვარ და ქალაქში კიდე ჩემი სახლი ვაჟა შაველას ქუჩაზე იყო და აი მიყვარს ყვავილები და ჩემი მეუღლე მისყრებოდა ყველგან ყვავილებს რომ გავკაცო ნუ მაშობიო და რა ვიცი ვარ აი ეს მომწონს ბებო შენი გაკეთებული ხო, ესენი როგორც მოვიფიქრე. ამას რა ქვია? სეკულენტები, კი. წავედით ახლა გადავინაცვლოთ უკანა ეზოში. ჩაგაბარო მიკროფონი ბებო? რა შენ გონდა შენ მიკროფონი რა ვიცი თუ გინდა. არ დამანებებ თავს ხო ვიცი და. უკლები რა არ გამომყვა ბებო რო არ თქვა. აბა. ახლა რა ვთქვა? ბევრი რამის გაკეთება გვინდოდა, მაგრამ მაინც რა იცით ახლა პედაგოგის ოჯახი და აი ვერ იმას ვქენი როგორც მინდოდა ისე მაგრამ მაინც ლამაზი ეზო გამოვიდა რა ეს რამხელა როზმარინია ბერო გაგმიდიეთ როზმარინი აი ეს ერთი ტოტი მომცა ჩემმა ნამოწაფარმა ელიზაშონია მიზედი კაი გოგოა ხო და ის ერთი ტოტი გავახარებებო და ეხლა უყურე რამდენი ასეთი მაქვს ვის არ მივეცი ვისაც მოეწონა ყველას მივეცი და ლოცა ჩემს დარეჯანი ქვია ჩემს მოწაფეს და ელიზას ეძახიან და მე დარეჯანს ვეძახი. ხო, ისეთი კაი ყვავილები აქვს ეზო აქვს ზღაპარი და მეც ახლა რაც შემეძლო ამ სოფლის პირობებში ბევრი გახმა, ბევრი ჯიში და მეკარგა. ნახე ბუდე სადაა გაკეთებული აი. მოდი აი ვყურეთ ორსა გაკეთებული ხედა ბუდეა თავზე აქვს მილების მას თავზე აქვს ჩიტეს ბუდე გაკეთებული და ისეთი ჟღურტული ისმის ისეთი სასიამოვნოა დილით რო ადგები და ჩიტების ჟღურტული რო გესმის აღას არ ვიცი ზღაპრულ ქვეყანაში ვარ მგონი ესე თევზ გაკეთებული ჩიტების აი ნახე ხო შეუტანიან ნახე ბუდე აქვს მე მგონი ეს რა ვიცი ბებო ჯიკებს ხო არა აქვს ბუდე ჯიკებს აქვს სახლი ათეკას უნდა უთხრა ჯიკებისთვის არის და მე ვერ წუდები იკივე უნდა მივადგა და მანამდე არ ვარ ხო ეს გამოსაყრელია რამხელა ბუდის გაუკეთებია წარმოგიდგენია ძაღლი გაგვაცანი
ჩემი ბომბორა ეს ბიჭებმა მოგიყვანეთ ყუბებმა. მომიყვანეს ნარაზენიდან. არც მინდოდა რომ მოდი ყოველთვის ყავდა ძაღლები, მონადირეები 4, 5, 3 ძაღლი, 2 ძაღლი ნაკლები არ ყოლია. მithumetes ნადირობდა ჩემი ნოდარი მასწავლებელი ჯოჯოა. ხო და ყოველთვის და მე მაჯარობდა ძაღლს რუსულის მეტი არ ესმისო და ერთი ძაღლი მოიყვანა და რუსულად ელაპარაკობდა. მე მაგას მართლა რუსულად ელაპარაკებოდი და ახლა სახლი გავუკეთა თეონამ და მისმა მეუღლემ ჭაბუკამ და კაკ წვიმიან დღეს არ უშვებ. იმიტომ რომ ეშინია ჭექაქუხილის კარები შემიჭამა. ზამთარი ეცხა ყვავილობდა. ჩიტო მოიტანა თუ მე თვითონ მოვიტანე თვითონ არ ვიცით ეს ლიგა უარდა ნისკარტიდან ალბათ. მთელი ზამთარი იყო და ახლა მგონი ისა მორჩა ყვავილობას. აი ტუალეტი იქით რო არის ბოდიშ მოვიხდი და თეკა მოხატა ეს თავისი ხელით. და აი ეს უზარმაზარი მსხალი აქ რო შემოვედით და დავსახდით მე ვცდილობდით რომ ყველაფერი გქონოდა და ჩემ მეუღლე ამბობდა რომ აუ ჩემ შვილებს რატომ უნდა მოენატროსო რომელიმე ხილი სახეობაო და ყველანაირი ხილი ვიყიდეთ ბაზარში ზოგმა მოგვატყუა ზოგი მართალი გამოდგა მაგრამ მაინც ეზო დაემგონა ბოტანიკურ ბაღს და ვიცი და მენანება რომ მეც უკვე ასაკში ვარ და ჩემი ხეებიც დაბერდნენ თურმე ერთი სასწუდება იმ ხელები გაიზარდნენ ეს ბალი ბროწეული რა ვიცი ალუბალი ყველაფერი ლეღვი რომელი ჯიში გინდა ტყემალი გაგვიხმა იქით უკან ბევრი ტყემალი ქონდა სხვადასხვა ქათმები არა ძაღლებს სვამენ უპატრონოებს და მიჭამს ხოლმე 37 მყავდა ეხლა და ხა დამჩა 5 წალი ყველა მე არ დამიკლავს არ მოგიდგენია ერთი ადრე სამსამადრო უკლავდი ბავშვებს ეხლა არა იმიტომ რომ ძაღლები ჭამენ და ხა კვერცხებდებენ არ მოიკრუხეთ წიწილები არ მყავს საუბედუროდ ისევ წვიმა დაიწყო ისევ წვიმა სიწყებს და არ ვიცი საერთოდ ცოტა მოვთიბე იქით აი ნახე ეკუთხეში არ შემედლო მაგრამ მაინც გავბედე და გავაკეთე სადგინდა რომ წამიყვანო ვანახე შენი ვენახი და მოგვიყევი და ჩემი ვენახი უკვე არის რამდენი წლის იქნება 75-ში გავაშენეთ მგონი ჯიხაშკარში გამიგზავნეს მე და ტანტა წავედით რო გავა ჩვენ მეზობელი და მოვიტანეთ 200 წალი ნერგი ვიღაცასთან იქ ჯიხაშკარში მაგრამ ეხლა ამდენი ხანი გახმა და მოჭერიო მითხრა მან მაგრამ არ ვერ გავიმეტე ვაზია მაინც შენ აქ რა მოგიყვანა ვერ გავიმეტე თვითონ წავლავ თვითონ ჭრი და ისხამ ძალიან კარგად ისე კარგად გააკეთებ მე ღვინოს ღვინოს რა თქმა უნდა ღვინოს ვაყენებ ოღონდ სხვადასხვა ჯიშის მაქვს ოჯალეში მაქვს ნოვაზე ძახია ნოვაც მაქვს გამახსენება ადესა დამავიწყდა მეხსიერება არ მიღალატოს ხო და ასე ვარ ახლა შევწამლე ვარ დათი მაგრამ არა უშავ ყველაფერს უკეთებ რაც საჭიროა აქეთ ეზო ხილები იმდენი გვაქვს ხილებია რასტორა თქვი მაგრამ არა უშავ ხო და ხილი იმდენი დამყენი ხილი გვაქვს რომელი სახის გინდა ჩემი მეუღლის დამყნობილი და მეც ვისწავლე მყნობა და თუ მინდა რომელიმე ჯიში რომ დავამყნო ბედავ და ვაკეთებ ვითომ ზოგი ხარო ზოგი არა მაგრამ მაინც გაია ბაშმალის ხე რო გაქიქ უზარმაზარი ბაშმალის ხე უზარმაზარი ანა რო ავიდა და მე თვითონ გადაუღეს სურათი ისე გადამეღო კენტეროზე და ინგაც ავიდა და ზის კრებს ვითომ ხო და არ ჩამოვარდე მან და მაინტერესებს ყვითელს უკვე როგორი გემოაქ ახლა მე წაგიყვანთ თქვენ დებიაშები სახში და წვიმს ხო და მე წავალ და ბაშმალას მოვწყვეთ ჩემი ტელეფონი შენ კონდეს სანამ დასწრებს უცებ მოვიპაროთ ბებოს ბაშმალა ხო ეს ძალიან გაფუჭებულა უკვე უძან წვიმს მაგრამ ეს შეგვიძლია რომ გავსინჯოთ მაგალითად ახლა მიყვარს სახლში თუ არ შევედით ეს წვიმა ისეთია წამში დაგასველებს ესეთი ამინდია დებილობა მაგ რაღაცებს ვაკეთებ დამარჩო ამბავშვა ხო რა ესე ყველაფერი ჩემი გაკეთებული აბა ვინ გააკეთებდა კი ბატონო ეს არის მაგთის ეს დაგასპონსოროს მაგთი
ჟურნალები ყოველთვის მაგ ჟურნალები და მომეწონა ფერებში. ხო და თავისუფალი დრო რომ მქონდა ესენი ვატო და ალექსის გაკეთებულია. ნახე რაღაც გამოფენა იყო. აი მეორე კიდე, აი ნახე ერთი ვატოსია და ერთი ალექსის გაკეთებულია. კი, საღდგომო იმებს რომ მოაქვს ჩემთან თეონად მანანას ხოლმე ინგად. ხო და მე კიდე ვიმაც სახელზე ლამაზია თქო და იყოს რასოში. ეს ჩემი მარიამის შვილიშვილი გერმანიაში რომ მუშაობს და ცხოვრობს და გათხოვდა და ქორწილები გადავიხადეთ. მისო მეუღლე ახსნათ ახლა ეს როგორ არის? აქ იქნება. აი ეს სახალხოისა და ეს ხო ეს სანთლებს რო ჩადება ტრიალებს ეს. ხო, აი ეს ტრიალებს სანთლები რო აინთება ის ატრიალებს ამას იმისი სიტბო. ეს არის სახალხო დეკორაცია. კი და საჩუქრად ჩამოგვიტანა სახალხოდ. ეს არ ვიცოდი და ეს ნინო მომცა ესენი ისე გავახარე აქ ეს რომ მოვაჭრი მაკრატლით სწორად და ისე იზრდებიან. ახლა რო გაიზრდება იმასაც მოვაჭრი და მე ისე იმას ვიზამ. ლამაზია. ხო ესენი კარგია. ეს ჩამოშვებული რო არის ძალიან უხდება. კი ეს მას ქონდა შევარდნაძე გარდენიას ხო და თურმე იზრდება რამხელა მეტროზე და მე დავაყლე ამის იმას არ გამიხმეს მეთქი და გავახარე. გარეთ კი ეს ყვავილები ეს მე რახან დაღმართია და მაშინ მიწები სად იყო აქ რო ჩავსახლდი ჭაობიანი ადგილია მაგრამ მაინც მე მანდარინი იყო მანდარინი მოვჭერით ბებო ჩვენ აქ პორტოხალი უბრალოდ ეს როზმარინი დავგე სურნელი მიყვარს რო შემოხვალ ეზოში როზმარინის სურნელი რო დგას ეს მე ზამთარში რომ მოვდი ესე გაიშლებიან ხოლმე რა და ახსოვს ჰორტენზია იქ რო გქონდა. კი იქ რო გქონდა ეზოს მშვენება იყო იმხელა და მე რო ვაჩუქე ვიღაცა და ხელი გადაყვალბათ ამომივარდა და ეხლა ტოტით მაქეს ახლა ჩვენმა ილოს მეუღლე მომიტანა კერა რო ვიყავით სანახავად ჩემი დილის მაშინ მეზობელს ხოვა და იმან ტოტები მისცა და გავახარეთ აი ესენი. და ეხლა ეს ცისფერი უნდა იყოს და რა ვიცი ვარდისფერი ჩანს. შეიძლება ფერს იცვლის კამელეონივით. ალოე ბერო. აქებენ ბებო სახეზე წასასმელოდაც. ალოე მე მქონდა ალოე, მაგრამ იმანაც მომცა და დენიზამ მითხრა ეს სხვანაირი ორი სხვადასხვა ჯიშია. და ეს ალოე ბერა მქონია მე, მაგრამ რაინც მაჩუკა და. იქ ყვავილები რომ მაქვს, ხო? ეს პატარა ბაღი გავაკეთე აქ. აი დათუნია ბავშვების. ეს დენდელმის აი ეს რო არის რა ეს კამფეც არ ეძახიან რაღაც. არა, ეს არ არის, ეს რა ქვია? ბაბუაწვერა. არა, ბაბუაწვერა კი რა, გარეთ რო ხარობდი ხეებს ჯერობე. ახლა გამოვახავენ. მებია რომ რაღაცას მეკითხება და თუ მაგის პასუხი არ ვიცი და რენდომ პასუხებს მეუბნები, აი ესე ვარ რომ არ გამომეკიდოს. არ ვიცი მე გამოკიდება. არა, ნუ ვხუმრობ ხა ხომ, მაგრამ ხომ ეხლით რასაც გულისხმობ. ძალიან მომწონ, თასავით რო არის და გავამრავლე. ხო ძალიან მიყვარ და გარეთად მიკიდია, იქნებ ვინმეს მოეწონოს, საჩუქრად წაიღებს მეთქი. აქ ეს რო დავსახლდით, იწა გამოვიტანეთ აქედან მე ესე გააკეთე და იქ ჩათხრილი გვაქვს დიდი ქვევრი. ის საწნახელი რამდენი ხანია რო გვაქვს, მაგრამ რო დარიო გარდაიცვალა იმის მერე აქ შემოვდგით ბიჭები და მე ხარდნენ მე და დიმონ გამოვიტანეთ და იქ მიდგას ღვინო, ჩემი გაკეთებული ახლა რამდენი წლის იქნება ერთი? ალბათ ერთი 10 წლის. აი დაძველების ეფექტი ექნება. და ხელ გუშინ usმინე რამდენად დაძველი ეს ვიცოდი, მაგრამ მაინც ხო. დაძველების ეფექტით ეს არის ჩემი გაკეთებული, ჩემი ადესა, სუფთა. ხო, ეს ბამბუკია მე? ეს ბამბუკის ტოტებია, კი. და მე შევასხი ის ფერადის რა პულვერიზატორით იმას ვქენი და ესენი ხელოვნურია ეს ყვავილები. ეს ჩემი ბავშვების არის. ჩემი სამივე გოგოს დროინდელია და დიმიტრის. ეს ელენიკოს ნაქარგია, მაშინ რამდენი წლის იყო, არ ვიცი, მაგრამ ეს სიბრძე, ბუხო ბრძენია, სიბრძნის ეტალონი. აქ რა ვიცი, აი წვიმიან დღეს დააბრალე. ისეთი ნაზია და ისეთი პაკიზი. მე თვითონად მომეწონა მე რო გავაკეთე, არასდროს არ გამიკეთებია და ესენი ყველა არის რითი გაკეთებული? ეს შავი ვარ, ჩემი კაცო. არა, რითი.
შენ გინდა რომ ატყვევინო? და რო გათქვევინა. არა, იდეას არ მოგწევ. ეს ჩემი გაკეთებულია სახალხო და მე არ ჩამოვხსენ. ხისყაოსანი მაქვს ერთი რამდენი ნაყიდით, რამდენი შვილი მყავდა, შვილი ყველასთვის გამოწერილი მაქვს. ესენი აი ეს რა არის? ეს სახალხო დეკიდა ბებოდა არ ჩამოვხსენ რა ვიცი იყოს ლამაზია თქო. იქ საათი ხო გაფუჭდა და არ მუშაობს საათი და მე ის ამოვიღე საათი და ჩავდე ესე ნახატი ეს მიდანა გალერეა ტრეტიაკოვის გალერეიდან გრაჩი პრილეტელი ქვია ხო და იყოს რა არ გადავაგდე ის ჩემი გაკეთებულია რაღაცა აი ისის ზემოთ რო დგას ეს არის ხალხმა ზაფხულში ამას ქონდა თავზე ბუშტები და აი ამას რო შლანგს მიუერთებდი ეს ივსებოდა და იყო საწუწაო ერთადერთად და გესროლა ეს ბუშტები მე ჩვენ ბავშვებმა ეს ბუშტები რო გამოვიყენეთ ეს ხო უკვე გადასაგდები იყო ახლა რაღაც არ გჭირდებოდა რა და ბებიას გაუკეთებია ესე შეუღება არა ბუხარში შევაგდე და მე გამოიტანა და მე გააკეთა შეიძლება მეთქი რა მე გამეკეთებინა და აგერ ახლა ესეც რას ვაშრობდა ხო იცი რომ ყველაფერი მიყვარდა ეს არის რა ქვია გვირილებია ეს სამყურა ბატონო ჩემო ანუჩი და ელენე მოიცა ხო აწერ ყველას ეს მე მომაკანა გითხარი რა ბებო რა მოვადუყე და დანდელიონი ბაბუაწერა ხო ვკრებდი იმას მზიან დღეს ოღონ მე ტილო დავაფარე მაცი არ ჩავდგი მეორე დღესაც ცოტა გამოიმზეურასავით რა ხო და მე ისიც დავკრიფე ცოტა და ისიც დავამატე ჩავასხი ქვაბში ჩავყარე მოვადუღე და მოვხარშე კარგად ხო და მე ამ დილით გამოვწურე შაქარი უქენი ჩემო კარგო ხო და გავაკეთე მურაბა მთელი საათია ვეძებ ბესოზობნებოდ პატარა ჩქილები იმიტომ რომ ყველას ხონდა გაუნაწილო დიმიტრი ანას ელენეს სტეკას მანანას ეს დიდების არის და აქედან შენ ამირჩიე რომელი ეს ანა და ელენეს მე ჯერ სტიკერი არ გამიკეთებია მივაწერ მეთქი შენ დედა ხო მუშენი შენ როდის მოგეცი შარშან და ინახავ ჩაღმე რამდენი მომიცია მთელი წელი რო შარშანდელის მერე მუშენ ვაჭრომო ხშირად სტუმრიანობისას უფრო ანთები უყვართ და ეს მეც ძალიან მიყვარს ეს ჩემი სამლოცველოა ეს წიგნები მიდევს ეკლესიური წიგნები და ის რა ქვია ხო წიგნების წაღება არ დამავიწეს იქ რო ვთქვი მე ფარაონი ეს დიდი ხანია ვიყიდეთ მე და მანანამ ერთად მაშინ სულ 3 წელი იყო და ჩვენ ვიყიდეთ ეგ რა არის ხო ეს ბაბუა სურათი ესეც ისა ეს არის მრავალძარღვას ამასგან ვინ არის ბავშვები ეს ინგა არის ინგას ვიცნობ ხა დედა ჩემს ვიცნობ ამასგან ხა ეს თეოა და ეს მანანა თუ პირიქით ეს მანანა და ეს თეო არა ეს თეკა და ეს მანჩო ხო კარგი ეს მეორე მადი იცნობ ეს საინტერესოა რამდენი მამალი დავკალი და მომწონდა კუდები ყველა დავადრე გავრეცხე გავაშლი და ჩამდები ხო კაი რაღაცაა ძალიან ლამაზია აი ეს ჩემი აზრით ეს მანანას გაკეთებულია და ეს არჩევნების დროს მაჩუკე ჩადები კი ჩავდები არჩევნების დროს ერთმა ქალბატონმა მომართვა როგორც არჩევნების თავმჯდომარე ვიყავი მაშინ კი ასხია ვარდის უნამ ეს 20 წლის იქნება ალბათ რამდენი ხანია ეგ როდესაც ეს მანანას გაკეთებულია ჩემი ბავშვები სამივე არიან ხელმოსაქნარეები როგორც აგაგიწერეთელი იყო და ეს თეკას გაკეთებულია თეკასია ეს მანანასი არის ეს ჩემი ბიბლიოთეკა აქვს ხათაშორის ეს ვიოლინოა მანანა იყო ვიოლინოზე და მუსიკალურსაც არ გახსნა კაცო მოსკოვიდან მოუტანა ბაბუა შენმა მაშინ რა მაგარია და ამაზე უკრავდა მანანა მანანა უკრავდა და პატარა ბეთჰოვენას ეძახოდნენ რაკლია
არაფერი ძუა მაქვს, აგერ მიდევ ცხენის კუდისგან. ეს ძუა და რა ვიცი. ერთხელ ტაქსი წავიყვანე და ტაქსი დაგჩენია და ეს კაცი ამბობს მე დაველოდეთ იქ მუსიკალურ მასთან და გამოსასწრელი როა და მოვიდა ეს ტაქსი და ყველა მეკითხება რა გიდევს რამდენი წლის იყო მანან ამაზე რომ შეიყვანა? რა ვიცი მანან რა იყო მეორე კლასში იყო. ანინას ხოთაშა შეიძლება რომ ავაწყოთ მე. ასაწყობია, მაგრამ ამ წყობია ვერ ვიშოვე ხო რა წინათ კი იყვნენ, მაგრამ ის კოტე გარდაიცვალაო და აქ ჩვენ რომ გამქურდეს, ორჯერ გამქურდეს და რა მაგ იმდენი, მაგრამ მაინც ხო წაიღეს რაც გუნდოდათ ყველაფერი. მთელი ბავშვობა დიმიტრი მეგონა რო იცოდა. ხო, დიმიტრის გავდა და იმიტომ ჩათვლით ყველა მეუბნებოდა რომ ეს დიმიტრიაო და და ახლა მაინტერესებს ეს რომ დადო ვინ არის ეს კაცი ახლა? საინტერესოა ეს. ბაბუა იქნება. ხო საინტერესოა მაინც ცალკე რო დაუდო ვინ ხარ? მარის უნდა წაეღო, იმიტომ მარი მე მაჩუკეო. წერო და ყარყატი ხომ ეს მე გავაკეთე, მუშაობა რომ მივატოვე ჟურნალების. ეს ხომ ღეროდა? კი, მღეროდა, მაგრამ გამოსაცვლელია. კი, მიშკი, ნაჩურაც, ხო. ეს გიგამ მაჩუკა, გიგამ. ჩვენ ვინახავ მის სახელს ძენ მოსავლერო. ეს ქართული ცეკვა გიყვართ თქვენ ხო როგორც? კი, მე ხო დავდიოდი ცეკვაზე. შენ დადიოდი ცეკვაზე? ვითომ არ ვიცოდი. არ ვიცოდი, ახლა მე ხომ უნდა მოგაყოლინო რომ ცეკვაზე დადიოდი. არა, კი ბატონო მე ცეკვაზე დადიოდი და სამეჯლისოზე. ოპა. ის მე დავწენი ზამთარში მგონი. გამომიყენებია, მაგრამ მას ხაპია მოსაღები ხო, ღვინო და ქვევრიდან ღვინის ამოსაღებად იყენებენ და ის მიშა ჯაბუა მაჩუკა ამისი ერთი ცალი. მე დავთესე. ხო და რო ამოვიდა, მე რამდენს მოუნდა და ყველას აჩუქე თითო. ჩემი ჟაკო აგოგო ეს მზიან დღეს გარეთ გამომყავს და ჭიკ-ჭიკ სიწყებს და მე დილით ვეთამაშები. დაგიჭირო მეთქი, გაიქცევა და მე რო დავიჭერ უხარია და ვაქანავებ აკეთიკით. რა ჟაკო? ეს ყვავილები ყურე. მაინც აქაც სხვისთვისაც ზრუნავ, ხო ხედავ, აი პატარები. აი ესენი თითო თუ მოეწონა ყველას. ეს მინიატურებია. კი, ვაჩუქებ, რომ თვითონ გამრავლეს ვერე დიდქოთ ამჩი ჩასვამთ რაღაცა და. ეხა შენ რა მოყვა იცი? მე და შენ რო შევქმენით შენი შვილიშვილების და შვილების სახელი. ხო, ჩვენ რო გვაქვს ეგეთი გამოგონება, აი რა ვიცი. ინტერნეტზე, აი რა ვიცი, ყველაფერზე აწერია ეს ბებიასთანაც რაც ისინი არის, ყველაფერს აწერია ეს სახელი. ეხა რა ქვია იმ სახელს? სახელს ინტერნეტ რატო იცოდეს ყველამ? ეხა მე გაგიხალთ ამ საიდუმლოს თქვენ. ჩვენ რომ მოვიგონეთ ეს სახელი არის მადევაე. თვითონ ლამაზად და ჟღერს რა. რა ვქნათ ბებო მეთქი და ახლა გეტყვით, ბებიას ყავს 7 შვილიშვილი. 3 შვილი, ანუ 3+7 რა. მარიამი პირველი შვილიშვილია, მარიამი, ანა, დიმიტრი, ელენე, ვატო, ალექსი და მეორე ელენე. და როგორ იმასკენ მადევაე არის ამათი ინიციალები რა. აი ბრამხელა ეს არის პროსტა. ხო და აბა ბებო მოიფიქრე მეთქი რამე და მე თვითონ აბა ხახლა სახელების მიხედვით გამოვარჩიოთ და დავალაგოთ მეთქი და აი დავალაგეთ. და ძალიან კაი გამოვიდა. ელენემ დაალაგა უბრალოდ. თან ისეთი გამოვიდა, აი ჟღერადია რა, მადევაე. მადევაეს +3. მადევაეს +3 და ახლა კიდე ერთი, იმიტომ რომ მარის ყავს გერმანიაში ერთი პატარა იდუნია. ხო. სარეჟისორო შედი მეთქი რომ გაუნებოდი ისე გააგზელე წარმატებებს გისურვებ ბებია კი არა აი ისეთი ცნობილი გოგო მაგრამ თქვენ თუ გონიათ რომ ახლა აქ დასრულდა ჩაწერები ძაცდებით გადავიღოთ კიდე რაღაცაების ზაფხულში რატო იმიტომ რომ არ მინდა ამოვჭრათ ეს მოკლედ სულ ეს იყო ეს ვიდეო იმედი მაქვს რომ მოგეწონათ დაგვიწერეთ აუცილებლად კომენტარები და ჩვენ კიდე შემოგთავაზებთ სხვა ვიდეოებს თუ მოეწონა თვითონ დაგეწერენო კარგი მეგობრებო არ გთხოვთ მაგრამ თუ მოგეწონებათ და ლაიქეთ და კომენტარით გამოიწერეთ ჩვენი წავედით კარგად არ ითხოვ არაფერი მოგეცემა თავისთავად როცა არა ეგ არის ითხოვე და მოგეცემაო არ ითხოვო და მოგეცემაო არავის არ უთქვამს ამიტომ წავედით ახლა დაგემშვიდობებით კარგად